ესმენებს და მეტი უნდა იყოს мотивация სახელმწიფოსგან, რომ ახალგაზრდებმა მეტი იშრომონ. როგორ უნდა იშრომოს, აბა გეტყვით ახალგაზრდებმა. აი, როგორ უნდა იშრომოს ახალგაზრდამ. ბათუმის ცენტრში ვიყავი, მოვიდა და სადმე სამსახური ვერ ვიშევე, რამენაირად დამაწყებია მუშაობაო. გუშინ ჩამოვედი, ხო? თქვენაირი ახალგაზრდაა და კარგი, მოდი მეთქი. უნდა ვასწავლო, უნდა დავждე, უნდა ვასწავლო. აი თქვი შენ რომ მოხვედი, როგორ იყავი? რომ მოხვედი, რა მითხარი კაცო? შენ რომ მოხვედი, მითხარი რომ მოცეკვავე ვარო. მე გითხარი კაცო, აქ ცეკვა რა თქმა მე აქ არის, მანქანები უნდა გაყიდო, ხო? ცეკვა ეს რომ იცი ძალიან კარგია და ერთ ორ ადგილზე, სამ ადგილზე რო ვიყავით, კი, ცეკვე და ეს არის პლუსი, დადებითია, მაგას რაჯობია. მათეს შენ რო ცეკვა ვეზე, ცეკვა რო ესწავლა, იცი რამდენი ფული დამიშდა, იმიტომ რომ ცეკვა არის ქართული. და უნდა იცოდე, კაცმა რაღაცა უნდა იცოდე, ან ცეკვა, ან სიმღერა, ან ფეხბურთი, ან კალათბურთი, რაღაცა სპორტშიც უნდა იყო მაგარი და ცეკვა მით უმეტეს. რაც შეეხება ბიზნესი, ბიზნესს ჭირდება ხელის შეწყობა. საქართველოში არასდროს ბიზნესზე ხელის შეწყობა არ ყოფილა. აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მე რო ამდენი ხელის შეშლა არ მქონებოდა. თქვენ ხო იცით რეალურად რატომ მიშლიან ხელს, იმიტომ რომ მე ავტომობილი არ გავყიდე. თორე ახლა მე წავიდე საქართველოსდან მილიონი წელი არავინ არ მომიკითხავს. ეს არ არის ბიზნესის ხელის შეწყობა. ბიზნესს უნდა ხელის შეწყობა. მითხარით საქართველოში სად ასწავლიან ბიზნესს. აი ახალგაზრდები ხართ, ხო? ყველას უმაღლესი ზოგს დამთავრებული გაქვს, ზოგი სწავლობთ, ხო? მითხარით ერთი ადგილი, სადაც რეალურს ვამბობ მე თორე სადღაც რაღაცეები არის. მე გეტყვით. მათემოტორში. ო, მათემოტორში. მე მათემოტორში მოვედი ბიზნესის სასწავლად. რეალობა ეგეთია. აი უყურე როგორ არის. ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ბიზნესი. ბიზნესზე უკეთესი ცხოვრებაში არაფერი არ არის და უნდა დაიწყო ნოლიდან, თქვენი ასაკიდან. ახლა ჩვენ სულ ერთად ხო არ ვიქნებით? თქვენც რო წახვალთ, ან თქვენ იგეხნებათ უკეთეს გააკეთებთ თქვენ. უკეთეს მიაღწევთ, იმიტომ რომ მე სულ წვალებით უპატრონო კაცი ვიყავი და წვალებით მოვდივარ კოტე დღემდე. თქვენ სახლიც გაქვთ, კარიც გაქვთ, მშობლები ყავთ, პურის ფულზე საფიქრებელი არა გაქვთ. აი შენ რომ მოხვედი, ხო ხედავ როგორ იყავი, ესეთ იყავი, საით წასულიყავი არ იცოდი, იმიტომ რომ შენ